ანუ მოდი მე მოგიყვებით მართლა ტატუს შესახებ, საერთოდ რა არის ტატუ? ტატუ არის დამატებითი პასპორტი, ჩემი აზრით, რომელსაც ადამიანი იკეთებს ერთხელ, მაგრამ აქვს ყოველთვის. თუმცა არის ერთი ისეთი უხერხული მომენტი, რომელიც ყველას აინტერესებს, ხო ხარ შეიძლება ტატუ მომბეზრდესო რა. ტატუ თუ მართლა აი რაღაც ძალიან დიდი სისულელე არ გაიკეთე ან 10 წლის თუ არ იყავე და მაშინ რაღაც უბანში თვალმა ბიჭებმა რაღაც არ გაიკეთეთ, აი შანსია რა მოგბეზდეს. პირიქით არის ესეთი ლომკის მომენტი რა. ერთხელ რომ გაიკეთებ, მერე გინდა და გინდა. ეს მაგალითად ესეთი არაფრის არ ნიშნავს. ესეთი რაღაცა არ მოგბეზდება. სხვა თორფერი არ შეხედავ თუ მოგბეზდება. ან შეიძლება უბრალოდ გადაახატო ზევი და რაღაც უფრო დიდი და უფრო ნავაროჩენი რაღაცა. მერე ისიც თუ მოგბეზრდება თქვათ თუ ეგეთი რაღაცაც მოხდა, კიდე უფრო დიდი და ესე გააგრძელო ბოლოს იქცევ ერთი ტატუთ, რაც ჩემი აზრით არის ძალიან კარგი. ტატუს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაღაცა ესე თქვათ ახსნიანი ტატუები არის ისეთი, რომელიც მაგალითად აი მაორების რაღაცა, ანუ რაც ძველ ტრადიციებში იყო, თქვათ ეს ხო საერთოდ მაორების მოგონილი არის ტატუ. და მაგათ ჰქონდათ რაღაცის დამცავი ნიშანი რაღაცისგან, ან ინდიელებს თუნდაც dream catcher-ი, რომ იქ ცუციზმებს იჭერდა. აი მასეთ ძალიან გამონაკლის ტატუებს აქვს ძირითადად ესეთი ნიშნულობა, რომელიც ახლა დღევანდელ დღეს მაგასაც აზრი აქვს დაკარგული. ყველამ უნდა გააკეთოს ის, არა მარტო ტატუს ამბავში, საერთოდ ცხოვრებაში უნდა გააკეთო ის, რაც გინდა და რაც გონია რომ არის იმ მომენტში მართად.